დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 10 აგვისტო და მინდა განახოთ რა მდგომარეობაა ახლა ჩემს ბაღში. აი შეხედეთ, ზაფხული გადაიტანეს ამ ვარდებმა ასე თუ ისე. როგორც უკვე გითხარით ბევრჯერ, მე მაქვს შემუშავებული ჩემი მეთოდი და მთელი ზაფხული არ ვაყვავილებ ვარდებს, აი ესე ვტოვებ და არ ვაცლი ნაყვავილარს, როგორც კი ივნისის ბოლოს დაამთავრეს პირველი ყვავილობა, შევეშვი დავანებე თავი, იმიტომ რომ მთელი ივლისი თერმომეტრზე ტემპერატურა 48 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსულა, ღამეც კი 35-ზე იყო სტაბილურად და ყველაფერი დაიწვა ისედაც, ესენი რომ მომეჭრა. რა თქმა უნდა, აი მაგალითად პოეზია, მთელი წელიწადი, მთელი ზაფხული ყვავის ესე დაუღალავად, მაგრამ ამას ხო ყვავილი არ ქვია, ხო? აი შეხედეთ, 3 სანტიმეტრიანი ყვავილები აქვს, ისიც დამწვარი. ასეთი ტიპის ვარდია ეს პოეზია, რომ გასხლავ თუ არ გასხლავ, მაინც უშვებს ახალ კვირტებს. დანარჩენი ვარდები ისვენებდნენ, ყველა მეკითხება, როგორ ყოფნის მოთმინება, რომ აი ამეებს არ აცლი, როგორც კი ამას გადავჭრი, ეგრევე წამოიღებს ახალ კვირტს, ამიტომ ხელს არ ვახლებ, მთელი თვე ნახევარი. გუშინ ცოტათი აგრილდა და ეგრევე გადავწყვიტე, რომ გამესხლა, ესე იგი დრო დადგა უკვე, გადავსხლა, გადავჭრე ჩემი ვარდები და დაველოდო მეორე ფაქტიურად, ანუ შემოდგომის ყვავილობას. აი ესე გამოიყურებიან ახლა ეს გადამწვარი კვირტები. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ვარდს აი ესე დასცვივდა, ხედავთ როგორ დასცვივდა ფოთლები, დაეწვათ ფოთლები, არაფერი არ შემიწამლავს მთელი ივლისი და ეს აგვისტოს 10 დღე. ხელი არ მომიკიდია საერთოდ. უბრალოდ კარგად ვწყავდი ბაღს ყოველ დღე. წყალს ვასმევდი კარგად ვარდებს. აი ეს კარმენ ვიურტიც, ნახეთ როგორ აი ესეთი თხელი რაღაცნაირი წვრილი ღეროები გამოუშვა და ესეთი პაწუწკუნა ყვავილები ქონდა. ძალიან საცოდაობაა ახლა რო უყურებთ, მაგრამ ხო გაჩვენებთ უკვე დამუშავებულ და გასხლულ ვარიანტსაც. პირველი წლის ვარდებს ძალიან გაუჭირდათ, აი შეხედეთ როგორ გამიფუჭდა ქეითის ნერგი. ეს იქნება სერიოზული გასასხლავი. აი ასე დაემართა ამ სიცხეში ჰორტენზიას. აქეთ ცოტა ჩრდილია, აქეთ კლუმბაზე და შედარებით არაუშავთ, მაგრამ აი ეს დაყვავილებული ჩანდოს ბიუთი, ესეთი წვრილი ღეროები ჩანდოს არასდროს არ აქვს ხოლმე, გარდა ზაფხულისა. და აი ესე დაემართა ბევრ ვარდს. ფოთლებიც შეხედეთ, მე ხა დავაცლი ამ გაფუჭებულ ფოთლებს, გავსხლავ კარგად და პირველ რიგში მივცემ კვებას, სტიმულატორებით შევასხურებ და დაველოდები შედეგს და ერთად ვნახოთ რა გამოგვივა. მეგობრებო, გავიდა 5 დღე, დღეს არის 15 აგვისტო. მე ბოლომდე გავსხალი ჩემი ვარდები ამ 5 დღეში და ეხლა დავალაგებ ბაღს ამ ფოთლებს. ძირითადად კი ავიღე უკვე ეს ჩამოცვენილი ფოთლები, ძალიან გამიჭირდა ამ მულტში ამოკრეფა ამ ფოთლების სათითაოდ, აი ესე ვხიკავ, არ მინდა რომ ავიღო მულტში ჯერჯერობით, სექტემბერით წინ არის და კი თავისი საქმე გააკეთა ამ ბალახმა და გადამირჩინა ვარდები ამ პაპანაკებაში, მაგრამ ეხლაც ჯერჯერობით იყოს როგორმე ნელა აი გაჩვენებთ ერთ კლუმბას. აი მაგალითად აქ წარმოუდგენელია სათითაოდ აი ამ დაფნის აკრეფა. ეს არის მეზობლის დაფნა, არ ვიცი რამ სიმაღლეა ეს ამხელა ხე, მაგრამ მე მგონი ჩვენ კორპუსზე მაღალია. და მუდმივად ცვივა ფოთლები.
ამ მულჩირებულ ბალახებზე დევს ასე ამის სათითაოდ ამოკრეფა ძალიან გაჭირდება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომიწევს ერთიანად ამ მულჩის აღება. აი ესე გადავსხალი ვარდუშკები და დავიწყებ დღეს აი ამას მივალაგებ და ხვალ უკვე მივცემ კვებას. აი გაჩვენებთ აგრომაღაზიაში ვიყავი ამ დღეებში აგროსფეროში ავიღე კრისტალონი ყვითელი მეტი ფოსფორით ვიცით რომ ეხლა უკვე შემოდგომისთვის აზოტს აღარ ვხმარობთ მაგრამ რადგან კალიუმი ძალიან ცოტა ამ ფორმულაში ფოსფორზე აქცენტი კალიუმით 13-ია ამიტომ კალიუმი ვიყიდე ცალკე ესეც იარატერა და შევურევ ამას ახლა 6 კილოგრამი კრისტალონი და 4 კილოგრამი კალიუმი გამომივა 10 კილოგრამი სასუქი მე მგონი 200 ვარდზე კარგად მეყოფა ფესვიდან უნდა მივცე და მერე უკვე აუცილებლად შევწამლავ ლუნამაქსი კონფიდორი აქვე დავამატებ ფულვის მჟავას იზაბიონს და მაგნიუმის სულფატს. მაგნიუმის სულფატი მინდოდა 100 კილოგრამობით მეყიდა და ჩამერია ფესვიდან კვებაში, მაგრამ მე გამახსენდა რომ მაგნიუმი ისე ადვილად არ ზავდება, ცოტა თბილი წყალი ჭირდება, ის მოკლედ ეხლა არა მაქვს მაგის ჯანი და ნერვი, ამიტომ მაგნიუმს აქვე აი ამ ფოთლიდან დავამატებ და მივცემ ფოთლიდან ორჯერ ალბათ აი ამ ნაზავს. და ნახოთ რა მოხდება. თუმცა გაჩვენებთ ერთ ვარდს, რომელმაც უკვე დაიწყო განვითარება. აი შეხედეთ, ერთ-ერთი პირველი ვარდია, რომელიც გავსხალი 10-ში აქედან დავიწყე და რომელიც პირველად გასხლულ ვარდებს უკვე აი წამოიღეს ახალი კვირტები. ნახეთ, თან სიგრილია, თან გასხლულია. და ხელი ხო არ მომიკიდია მთელი ზაფხული და უკვე გამოუშვეს ახალი კვირტები. აი ესეთი მდგომარეობა მეგობრებო დღეს. ისეთი სიგრილია ვარდებსაც უხარია, ჩვენც გვიხარია, ამოვისუნთქეთ ღამე 20, 22, 25 გრადუსია, დღე 35-ზე მაღლა აღარ ადის, მოკლედ 64-ია და ჩვენს ვარდებსაც გაუხარდებათ ეს ტემპერატურა, ვინც ჩემსავე თბილისში ხართ, გვეღირსა.